მე ნათია ვარ განთავისუფლებული ჯანმრთელი ჯანსაღი აღდგენილი სული მოირაზუმ сознания воля свободები ხელშეუხებელია и запрещаю всех наминать скарировать копировать краденый каоба запрещаю всех негативებას деструктивებას запрещаю всех будут сжигаться даже на дистанционно все ნეგატორები და დისტრუქტორები. ეხლა რა მინდა ვთქვა? ანუ არის სხვადასხვა ჩელენინგი რა არის? რა ქვია, დაუშვათ ლიტერატურა, ინფორმაცია, ინფოპაკეტები, ქრონიკა აკაშები, სხვადასხვა ნაირია, ანუ ერთი ადამიანი ამბობს ამას, მეორე ადამიანი იმას ამბობს, მესამე ადამიანი იმას ამბობს, ანუ ერთი გასაღებით ყველა ქრონიკას ვერ მოერგება ადამიანი და ყველა ჩელენინგს ვერ მოერგება ადამიანი. სხვადასხვა ჩელენინგი არსებობს და სხვადასხვა ქრონიკები არსებობს. და რატო ეხლა არსებობს დაუშვათ სხვადასხვა სკოლები. სხვადასხვა სულიერი სკოლები არსებობს. სხვადასხვა სულიერი სისტემები არსებობს. სხვადასხვა ცივილიზაციები არსებობენ. სხვადასხვა ცივილიზაციებს, ყველა ცივილიზაციას თავისი სისტემები, სტრუქტურები აქვს და თავისი ქრონიკები და თავისი ჩელენინგები აქვს. ადამიანი რომ ადის ასტრალში და შედის ქრონიკებში, რასაც ქრონიკა აკაშს ეძახიან და ცდილობს იქიდან ინფოპაკეტების მიღებას, ანუ ჩელენინგი სხვადასხვანაირი ხდება. და რატო ეხლა, რატო არის სხვადასხვანაირი ახსნი ეხლა ელემენტარული, მაგალითად სერებს არხონტებს თავიანთი სისტემები, თავიანთი სტრუქტურები, თავიანთი კოდები, თავიანთი დნკები, თავიანთი ინფორმაციები აქვთ, თავიანთი სკოლები აქვთ, თავიანთი უროვნები აქვთ, თავიანთი იერარქიები აქვთ, ანუ იმათი ჩელენინგი, რასაც ქვია სერები და გრები და არხონტები არიან ცოტა ნეგატიური სისტემებისა და აგრესიული სტრუქტურების მატარებელი, ანუ ცოტა მეტალიჩის ტექნოგენური სტრუქტურების მატარებლები, იმათი სკოლები, უროვნები და ჩელენინგები და ქრონიკები და იერარქიები სხვადასხვა არის, სხვადასხვანაირია. არის ეხლა სხვადასხვა ცივილიზაციები, მაგალითად ზიმნოი პლაზმეიდური ცივილიზაციები, მაგალითად ცეცხლის, წყლის, ხაერის სულები, ტყის სულები, ჩვეულებრივი ეხლა პლაზმეიდური სუშესტოები არიან, მაგალითად ბუნების სუშესტოები, ცხოველების სუშესტოები, რომლებსაც თავიანთი სისტემები და სტრუქტურები აქვთ ამ სულებს, ამ სისტემებს, თავიანთი კოდები, დნკები და თავიანთი ისა აქვთ, რა ქვია, პლაზმოიდური სისტემები აქვთ არიან, არიონცები, მაგალითად მზის სისტემას, რომლებიც განაგებენ, ხო, არიონცებს ეძახიან ამას, ხო, არიან მარსიანელები, არიან სატურნელები, ხო, იმათ თავიანთი სისტემები, სტრუქტურები აქვთ და თავიანთი, ასე ვთქვათ, სკოლები აქვთ და თავიანთი ენერგიები აქვთ და იმათ ენერგიას რაც უხდებათ, იმას აკეთებენ. რა ქვია, არის ისეთ სუშისტოები, მაგალითად არტურიანცები, ლებედები, ანდრომედები, რომლებსაც კრისტალური სისტემები, კრისტალური სტრუქტურები აქვთ, იერარქიები აქვთ, კრისტალური იერარქიები აქვთ, ანდრომედებსა და ლებედებსა და ასე ვთქვათ, სხვადასხვა ცივილიზაციებს კრისტალური სტრუქტურები, დნკ და კრისტალური რაც აქვთ, ეს რა ქვია, სტრუქტურები და ენერგოინფორმაციული დნკ-ის მატარებლები რაც არიან, ამათ თავიანთი სკოლები აქვთ, თავიანთი იერარქიები აქვთ, თავიანთი ენერგიებს რაც უხდებათ, ისეთი ქრონიკები აქვთ და ისეთ უროვნებზე და ისეთ იერარქიებზე არიან. ანგელოზები არიან, მაგალითად ანგელოზების სულები, რომლებსაც აქვთ, მაგალითად არხანგელ მიხაილი, არხანგელ რაფაელი, არხანგელ ლორია, ცერონი, მეტატრონი, რომლებსაც თავიანთი დნკური ინფოპაკეტების მატარებლები არიან, დნკური კოდები აქვს, დნკური შიფრები აქვს, ინფოპაკეტები, რას ქვია ეხლა და არიან ანგელოზების ენერგიები რა არის, უზუმრუდინი ენერგიები, ბერი ენერგიები, ბაჟესტვენი ენერგიები რა არის, ლურჯი ენერგიები, ბაჟესტვენი ენერგიები, პატოკები, ანუ პატოკები რა არის
სხვადასხვანაირი პატოკები არსებობს, ხო, რომლებსაც ეს ანგელოზები, ასე ვთქვათ, სულის რესურსები, რასაც გააჩნია სულის რესურსები, სულიერი რესურსები, ანუ სულიერი რესურსებს იღებენ, სხვადასხვანაირი სულიერი რესურსებს იღებენ ეს ანგელოზები. ეს ცივილიზაციები, ამათვის საჭირო არის, რომ საარსებოდ სხვადასხვა ინფორმაციები, მაგალითად, სხვადასხვა სიტუაციები, სხვადასხვა ენერგიები, სხვადასხვა რესურსები არის ეხლა პატოკი არის სიხშირეებითაც არის პატოკები რა ქვია ციფრული ინფოპაკეტებიც არის ზვუკაკოდური ინფოპაკეტებიც არის ციფრული ზვუკაკოდური ინფოპაკეტები და კიდე არის ციფრები შიფრები DNK-ური ინფოპაკეტები ეს ყველაფერი პატოკები არის ინფოპაკეტები ანუ ხრონიკები და ჩელენინგი ანუ ადამიანი როდესაც შედის ასტრალში იქ დაუშვათ უნდა თქვას განაცხადოს ადამიანმა რომ მე მაგალითად მინდა ანგელოზების ხრონიკებში ინფოპაკეტებში გავიგო ინფორმაცია თუ ანგელოზური სისტემის სტრუქტურის მატარებელია ან თუ სხვა ცივილიზაციის სისტემის სტრუქტურის მატარებელია უნდა შევიდეს თავის ხრონიკებში და თავისი ვიშია რასაც ეძახიან ვიში ეს საზნანიებს რასაც ეძახიან ანუ მე შევდივარ ჩემს რა ქვია სისტემებში სტრუქტურებში და ჩემი ენერგიები მე მჭირდება ხო რაც ვარ ჩემი კრისტალური ენერგიები მე მჭირდება ხო ეხლა ანგელოზები რა ქვია ანუ როგორ ახსნა ეს თვითონ ადამიანს რასაც სჭირდება რა ქვია მაგალითად მათემატიკოს რა სჭირდება მათემატიკოს იმაში სწავლობს ხო ექიმებს რა სჭირდებათ ექიმები სწავლობენ ბალახებსა და წამლებსა და რაღაცებს ხო დაუშვათ ეს რა ქვია მეცნიერები და ისინი რა სწავლობენ მაგალითად კანონმდებლები სწავლობენ კანონებს ხო კანონებს სწავლობენ და იგონებენ კანონებს ხო ანუ ესე არის როგორც ახლა ბიობოტური ცხოვრებისეული სამსახურები რაც არის ხო ესეთი სამსახურები კი არა ის რა ქვია ლიტერატურა რაც არის ხო ანუ ბიბლიოთეკები ძველ ბიბლიოთეკებს რასაც ვეძახოდით საიდანაც გამოგქონდა ინფორმაცია ხო ეხლა ინფორმაცია გამოგვა Google-დან ინტერნეტიდან მაგალითად ხო რაც აინტერესებს ადამიანს იმ საიტზე შედის იმ საიტს უყურებს იმ საიტს სწავლობს და იქიდან იღებს ინფორმაციას ხო ანუ რაღაცა ზვუკაკოდებით, სიხშირეებით, ფორმულებით, ციფრებით და ასე შემდეგ. ამას ეძახიან პატოკებს. ეხლა ვიში ესვეტრიესილებს მაგალითად ვიში ესვეტრიე იერარქიებს საერთოდ არ აინტერესებთ მაგალითად ეს ბაევოი რაღაცა იერარქიები ბაევო იერარქიებს არ აინტერესებთ მაგალითად მშვიდობის იერარქიები ნუ არის ესეთი სისტემები და სტრუქტურები ამიტომ ასტრალში ადამიანი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ჩელენინგობის დროს ანუ ინფორმაციის გამოცნობის დროს როდესაც შედის ხრონიკებში და რაღაცა უნდა ეცადოს რომ თავის ხრონიკებში შევიდეს თუ კანალი აქვს თუ არა აქვს კანალი ჯერ ეს კანალი უნდა აღადგინოს მოიხსნას ბლოკები უნდა განიკურნოს ეს კანალი ანუ ვიში ესაზნანიასთან ვიში იასთან უნდა განკურნოს ეს კანალი ან სთხოვოს ყველაზე კაი არის ვიში ეს ვეტრიე სილებს ან გრიედიენცებს ან ანგელოზებს ან ქერუფიმებს ან სერაფიმებს თხოვოს რომ დაეხმარონ რომ დაუშვათ განიკურნოს კანალები და ხრონიკებიდან აიღოს ის ინფორმაცია რაც ჩემი სულისთვის არის საჭირო ხო სული საერთოდ ყველა ინფორმაციის მფლობელი არის მაგრამ მაინც ეხლა გაუგებრობაში რომ არ მოხდეს ადამიანი იმიტომ რომ ჩვენ მატრიცულ ასე ვთქვათ მატრიცულ ცოტა არ იყოს ჩაკეტილობებში ვართ ბიორობოტურ ჩაკეტილობებში და სუმთლად ტრეციკლაზი არა გვაგახსნილი
და სუმთვრად ინფოპაკეტებს ვერ ფლობთ. ეს ინფოპაკეტები ის მომღერალი, ის არტისტი, ის კინო, ეს ის მეზო, ეს არ არის. სულიერ სამყაროში სულ სხვადასხვანაირი იერარქიები ხდება. ეხლა ანგელოზი 100 წელი არ გახდება რეპტილია და რეპტილია კიდე ვერ გახდება ანგელოზი. ქეროფიმი და სერაფიმი ვერ გახდება. ანუ თითოეულ სისტემას, სულიერ სისტემას, სულიერ სტრუქტურას აქვს თავისი, ასე ვთქვათ, ენერგიის რესურსების მფლობელი და მატარებელია. და ცდილობს, რომ თავისი ეს ჟიზნინის სილებს რას ეძახიან, ჩემი ჟიზნინის სილები სხვა რაღაცა არის. ხო, ჩემი ჟიზნინი ინფორმაციები სხვა რაღაცა, ანგელოზების ჟიზნინი ინფორმაციები სხვა რაღაცა, რეპტილიების ჟიზნინი ინფორმაციები სხვა რაღაცა, ეშმაკების ჟიზნინი სილები და ჟიზნინი ინფორმაციები არის სხვა რაღაცა, ვინ მოკლან, ვინ შეჭამონ, ვის რა მოატყონ, ვის რა უღალატონ, ვინ როგორ დაჩაგრონ და ასე შემდეგ, ხო? და ესე არის ეხლა რას ეხლა ჩვენ ბიორობოტები დაუშვათ მუშაობთ ზოგი ჯარშია, ზოგი ომშია, ზოგი სახელმწიფო სისტემებშია, ზოგი პოლიციელია, ზოგი ექიმია, ზოგი გამყიდველია, ზოგი დამლაგებელია, ზოგი არაფერი არ არის, ხო? ბიოსისტემასაც ეს აინტერესებს, რომ განვითაროს ელემენტარული თავისი ბიორობოტული ცოდნა. ესევე არის დაუშვათ ეს, რა ქვია, სულიერი ცოდნა. არ აქვს მნიშვნელობა ის ბიოსისტემა მომღერალი არტისტია თუ ჯარისკაცია თუ გვარდიელია თუ რა არის და ვინ არის, მთავარი არის ის, რომ თავისი სული გამოიცნოს, თავისი სულიერი ენერგიები ამაღლოს, თავისი სულიერი ენერგიები შეიცნოს და შეეცადოს, რომ თავისი სულიერი ჟიზნინიეს სილები აღიდგინოს. ეს ბიორობოტები ჩვენ ჟიზნინიეს სილებსა და ჟიზნინი ენერგიებს როგორ ვიღდგენ საკვებით. საკვებით, წყლით, წყლის ძალით, საკვების ძალით, სულ თქვათ ელემენტარული, ხო? და ასე ვთქვათ, ძილით დავიძინებთ, დავისვენებთ, გავისეირნებთ, გამოვისეირნებთ, რა ქვია, კაი კომედი რაღაცას უყურებთ და რაღაცა გვიხარია და ავიმაღლებთ უცბად ვიბრაციებს და ჟიზნინი რაღაცა რესურსებს ავიღებთ, ან რაღაცას მივაღწევთ, ან რაღაცას თანამდებობაზე დაგვსვამთ გვიხარია და რაღაცა და სულიერი სამყაროსაც, სულიერი ცხოვრებისაც, სულიერი ჟიზნინიეს სილები, რომ ავიმაღლოთ, ეს სულ სხვა რაღაცა არის. ეს თითოეული ადამიანი რა სულის მატარებელია, რა სულის სულიერი სტრუქტურა, რა სულიერი სისტემა, რა სულიერ ურავნებისა და იერარქიებზე გადასვლა ყველა შეუძლია. თუ ადამიანი, ასე ვთქვათ, თავის ჟიზნინიეს სილებს, სულიერ ჟიზნინიეს სილებს გამოიცნობს და გადავა თავის ჟიზნინიეს სილების იერარქიებზე და იმას, რა ქვია, შეეცდება, რომ, ასე ვთქვათ, აიმაღლოს თავისი ჟიზნინიე ვიბრაციები, რაც თავისთვის საჭიროა. ეხლა ბესები ვიბრაციებს როგორ იმაღლებენ სიბოროტეების კეთებით, ხო? ანგელოზების ვიბრაციებს როგორ იმაღლებენ სიკეთეების კეთებით, ხო? კაი ცივილიზაციების ვიბრაციები რა არის? სიკეთეების კეთება, სიკეთეების კეთება და ვიბრაციების ამაღლება. ყველას ყოველთვის შეუძლია გამოსწორდეს, ყველა ადამიანს შეუძლია გამოსწორდეს, თუ ამისი უნარი აქვს და აიმაღლოს თავის სულიერი სამყარო, თავის სულიერი სამყაროს ვიბრაციები, მირიები, რა ქვია, გადავიდეს მაღალ ურავნებზე, მაღალ ვიბრაციებზე. თუ ეს უნდა ადამიანს, თუ არ უნდა ადამიანს, ვერავინ ვერ დააძალებს და ჩარჩება კალისო სანსარებში. ეს მინდოდა მე თქვა, რომ დარჩება კალისო სანსარებში. ეხლა ყველას რაღაცა დაიმართა, ყველას რაღაცა იმართება. ადრე იყო ომი, შიმშილო, უფლობა, უწყლობა, ყველამ გადავიტანეთ ომები, ეხლაც გადიან ადამიანებს ზოგს, რა ქვია, რა ვიცი, ეხლა არის აი იესო ქრისტე, მაგალითად, იესო ქრისტე
მაგალითად მიხვდა ის, რომ მარტო ბიოსისტემა არ არის, რომ არის სული, რომ არის სულიერი სამყაროები, რომ ეს არის, რა ქვია, მატრიცა, ესეთი მატრიცა, ზოგი ხალხი ესეთია, ზოგი ადამიანი ისეთია, ზოგი ბოროტი ადამიანია, ზოგი კაი ადამიანია, ზოგი არაყვა ამ ბოროტ ადამიანებს, ხო, არაყვა ამ ბოროტ ადამიანებს, აი ელემენტარული, რა მოხდა, მიუტევა ყველას ყველაფერი და ასე ვთქვათ, გაფრინდა, არ დაიწყო ომობანა, არ დაიწყო შარიანობანა, ხო, ომობანა და შარიანობა რო დაიწყო, იქ ყველას მარტო იესო ქრისტეს კი არ მიადგებოდა ზიანი, ყველას მიადგებოდა, ხო, ზიანი. და აი ეს წარსულში რაც მოხდა ეხლა 20 საუკუნის უკან, ხო, და გაფრინდა ცაში. თავის სულთან, თავის სისტემებთან, თავის სტრუქტურებთან აიმაღლა ვიბრაციები, რით აიმაღლა ვიბრაციები, რომ მიტევებით, პატიებით, რომ არიციან რას აკეთებენ, არ არიან განვითარებულები და შეცდომები მიუტევა ყველას და აიმაღლა ესე თავისი ვიბრაციები. იმათი ის კი არ დაიწყო ეხლა გამოკიდება და რა ქვია, ცემატყება და რა ქვია, მკვლელობები და რაღაცეები, და ანება ყველაფერს წავიდა გაფრინდა თავის სამყაროში. всё, ეხლა იესო ქრისტეზე მეტი მოსდით ადამიანებს ამ დედამიწაზე, ზოგი მშიერია, ზოგი მწყურვარია, ზოგს ცემენ, ზოგს ტყეპავენ, ზოგს აუპატიურებენ, ზოგს ის ყველასაა გადატანილი რაღაცა ტრავმები, ზოგი ავარიაში მოყვა, ზოგი ისა, ზოგი მატერიალურად დაზიანდა, ზოგი სულიერად დაზიანდა, დააზიანეს ვიღაცებმა, ბოროტებმა, ხო? ამიტომ ადამიანმა უნდა, რა ქვია, პირველი ერთ-ერთი გასაღები, რაც არის, რომ მიუტევს ყველას. всё, ჯერ ჩემ თავს მიუტევ, მერე ყველას მიუტევ. მარა ყველას ჭკუაზე არ უნდა იაროს ადამიანმა, უნდა მოშორდეს იმ ბოროტებს, უნდა მოშორდეს, მოცილდეს. რომელ წრეშიც არის ადამიანი და რა წრეც იმ ზიანს აყენებს, იმ წრეს უნდა მოშორდეს, იმ ადამიანს უნდა მოშორდეს, იმ ურთიერთობას უნდა მოშორდეს, იმ ძმაკაც, ცოლს, ქმარს და არ აქვს მნიშვნელობა, რა ზიანს აყენებს, ვინ ზიანს აყენებს, იმ მტერს უნდა გაეწავს, მოშორდეს ადამიანი. და უნდა განაცხადოს, რომ ზაპრეშა ვერ მომაყენებს ზიანს, გეკრძალება ჩემთან ურთიერთობა, გეკრძალება ჩემზე ზეგავლენა კი არა და მიხედე შენ თავს შენ სულს, მე ვეღარ მომაყენებ ზიანს, всё, და აპატიოს ადამიან მოშორდეს იმ ადამიანს, იქნება გამოსწორდეს, მისდეს გამოსწორების შანსი, ვიღაცა მტრებს, საშუალება თუ გამოსწორდნენ, თუ არ გამოსწორდნენ, აი და ჩემ ფეხებს ისინი ივლიან კალისოს ასარებში და ისინი იქნებიან, ასე ვთქვათ, გამოშტერებულები. და ასე ვთქვათ, ადამიანმა, რომელმაც მიუტევა სხვებს და ყურადღება გადაიტანა არა ხალხისკენ, არამედ თავისი სულისაკენ, ჩემს სულს რა სჭირდება, ჩემს სულს შვიდობა სჭირდება, ჩემს სულს სჭირდება, რომ ეს მატრიცას ჩვენ ვერ იმას ვიზავ, ვერ გამოვასწორებთ ყველას. მატრიცა, რაც პოლიცია ვერ ასწორებს ამ მატრიცას. 1000 კაცია დაჭერილი, გამოჭერილი, ციხეებით აშინებენ ამ ხალხს, იმებით აშინებენ ამ ხალხს, მაინც ვერ გამოვებ, ნახევარი დამნაშავეები ქუჩაში დადიან, დაპროტიალობენ. იმიტომ რომ სატანები არიან, იციან ის ეშმაკური ხერხები, როგორ გაექცენ იმ პოლიციას, როგორ ვერ დაუწერონ განცხადება, როგორ ვერ დააპატიმრონ, როგორ ვერ დასაჯონ, როგორ ვერ დაიჭირონ. მოღალატეები, რასაც ქვია ეხლა ეს ეშმაკები, ხო, რასაც ქვია. ეხლა იმ ეშმაკებსაც მივცეთ ის გამოსწორების უფლება, თუ გამოსწორდებიან, თუ არა, აიდარდი. всё, ჩვენ რა უნდა ვეცადოთ, კეთილმასულემა რა უნდა ვეცადოთ, კეთილმასულემა უნდა ვეცადოთ, რომ ავირჩიოთ მშვიდობიანი გზა, მშვიდობიანი ხერხები. უნდა, რა ქვია, განვაცხადოთ ასტრალში, რომ ყველა სულს ვუკრძალავ ჩემზე ზეწოლას, ნეგატივობას, დესტრუქტივობას, всё. რას დარგავებს ავსემი დააგավորებს, შეთანხმებებს, ვალებს, ვალდებულებებს, აბეზაწევს, სნიმаю რაბსკია შენიკებს, всё. ვიბირаю და მაქვს უფლება, რომ ვიყო ბედნიერი ჯანმრთელი და ჩემი რესურსები ხელშეუხებელია, ჩემი სული ხელშეუხებელია, ჩემი საზნაებაც ხელშეუხებელი ვარ. ზაპრეშაიუ სეელიხებს, პლახიებს, ანუ ვიგოდნიკებს, ნამინია, ასე ვთქვათ, ბოროტებს, შურიანებს, შუღლიანებს, მოღალატებს, ზაპრეშაიუ ნამინია, ზრო რიხა პლოხა ვრიაცო. და ასე ვთქვათ, უნდა ადდეს ადამიანი იმ
სულიერ იერარქიებზე უნდა შეისწავლოს ისეთი ქრონიკები და ისეთი ინფორმაციები და ისეთი უნდა გაიწმინოს კანალები, რაც თავისი სულისათვის არის საჭირო. უნდა გაიწმინოს პირველ რიგში DNK, ენერგიები, ენერგოინფორმაციული კანალები უნდა გაიწმინდოს. ეხლა სერებიც ძალიან განვითარებულები არიან, ბევრი სერები გადავიდნენ სვეტლიე სერების მხარეზე. რეპტილიები, სერები არ ხოლმე ბევრი ბესები გადავიდნენ, ანუ გამოიღვიძეს და გადავიდნენ სვეტლიე სერების მხარეზე. ანუ სვეტლიე სერების მხარე რა არის? სვეტლიე სერების მხარი არის მშვიდობა, ბეზაპასუხისმგებლობა, ხელშეუხებლობა, პატივისცემა, ურთიერთთანადგომა, ურთიერთგაგება და ასე ვთქვათ, ურთიერთგრანიცების დაცვა. ეს არის კოსმოს ზაკონები, ეს დამპყრობლებობა და ის ამასო აღარ არსებობს. მოშორდა ეს, წავიდა ეს. ვინც გაიგო, ვინც არ გაიგო, დარჩება ისევ თავით თამაშებში, თავიანთ ტრიგერებში და თავიანთ ასე ვთქვათ ილუზიებში, ვინ გაჭორონ, ვის რა ზიანი მიაყენონ, ვინ რა დასცინონ, ვინ რა ვიცი, ვინ რაზე უაზრობა და ეს სამყარო არის უაზრობა. უაზრობა ეს სამყარო. ამ სამყაროში რა უნდა ისწავლოს ადამიანმა? ენერგიების სწავლას არ გვასწავლიან, ჩაკრების გახსნას არ გვასწავლიან, ჩაკრების გაწმენდას არ გვასწავლიან, ენერგიების გაწმენდას არ გვასწავლიან. ამ სამყაროში გვასწავლიან მათემატიკა, ხიმია, ფიზიკა, წამლების გამოგონება, რაღაცეები და იმას არ გვასწავლიან, რომ ეს პირველი წამალი, სულის წამალი არის კაი ენერგიები. კაი, რა ქვია, ინფოპაკეტები კეთილი, ენერგიები კეთილი, ინფოპაკეტები კეთილი, რა ქვია, კაი ლიტერატურა მაგალითად, კაი ლიტერატურა, რა არის კაი ლიტერატურა? კაიზე რო ფიქრობ, სადაბი არის, ხო, სიკეთე, სიხარული, ჩემთვის სიკეთე, სხვებისთვის სიკეთე, ზაშიტებს არ გვასწავლიან, რა ქვია, რო დავიცვათ თავისი ბოროტეებისაგან, ამას არ გვასწავლიან. გვეუბნებიან, რომ დაგიცავენ, ნუ გეშინია. ხო, დაგვიცავენ, აბა ვინ დაგვიცავს? თუ ადამიანმა თვითონ არ მიმართა თავისი ენერგოინფორმაციული კანალებით, თუ არ გაიხსნა ენერგოინფორმაციული კანალები და თუ არ მიმართა თავისივე ვიშიე სვეტლიე სირებს, თავისივე ვიშიე სვეტლიე ცივილიზაციებს და თავისივე ვიშიე სვეტლიე კურატორებს, ანგელებს, არხანგელებს, ადამიანს ისიც არ სჯერა, მარტო გონია, რომ ანგელ ხრაინწელი გყავს. ანგელ ხრაინწელი წყავს ადამიანს და ვიშიე სვეტლიე კურატორებიც ყავთ, რომლებიც ასე თუ ისე ადამიანს ასე ვთქვათ კი არ აკონტროლებენ და კი არ ჩაგრავენ, ცდილობენ რაღაცა გააგებინონ, რაღაცა ასწავლონ და რაღაცით დაეხმარონ ადამიანს, მაგრამ ადამიანმა თავისი თავი თვითონ უნდა დაიცვას. როგორ უნდა დაიცვას თავისი თავი? რო არ უნდა აყვეს ამ ბოროტებს, რო არ უნდა აყვეს ამ ავაზრებს, რომ ასე ვთქვათ ცეცხლის ზარის წყლის ზარით გაიწმინდოს აურა, ბიოვერი, ბიოპოლი და რომ უნდა განთავისუფლდეს, ასე ვთქვათ, დისტრუქციული ინფოპაკეტებისა და დისტრუქციული ენერგიებისა და ბლოკებისა და ჩუჟიე ბლოკებისა და პერიკრატკებისა და პატკრატკებისაგან. რომ უნდა აუკრძალოს ყველას, რომ ზაპრეშაი თქვენი პრობლემებიანად, თქვენი ვიგოდნიკური პრობლემებიანად გასრიალდით ჩემგან შორს, ყველა სახის პარაზიტებმა მომშორდით, მომცირდით. ავადობას ეხლა რაც შეეხება, ავადობა ყველას რაღაცა გვტკივა, ყველამ რაღაც ოპერაცია გაიკეთა მაგალითად, ხო, ყველამ რაღაცა გავიარეთ, რაღაცა ზიანი, ხა ადრე ექიმები სულ არ იყვნენ და ადრე უფრო იტანჯებოდა ხალხი, ეხლა გამოყუჩებელი მაინც არსებობს რაღაცა, ხო? ელემენტარული მადლობა უნდა მოუხადოს ადამიანმა თავის სურს, თავის ფიზიკას, თავის ტონკიწერებს, თავის ნერვებს უნდა მოუხადოს მადლობა, რამით უნდა დაიწყნაროს თავი, რამით უნდა ასე ვთქვათ, ღმერთო აგელოზებო დავეხმარეთ ბელიე პატოკებით, ლურჯი პატოკებით, უზუმრუდი პატოკებით, ულტრაფიოლეტოვი პატოკებით, უნდა ანთოს ხშირად სანთელის სახლში, მარტო ერთ ადგილზე კი არა. რამდენი ოთახიცაა ყველა ოთახში. ყველა ოთახში უნდა გაწმინდოს სანთლით ადამიანმა სახლი კარი და დაეხმაროს თავის სახლს, კარს, ბიოვერს, ბიოპოლს. ამ სახლში ჩვენი ენერგიებია. ჩემი ენერგიებია ამ სახლში, მე სადაც ვცხოვრობ. სხვის ენერგიებს როგორც ავგზნობ, მე ვანთებ სანთელს, რა თმინდა სხვისი დისტრუქციული ენერგიები. თუ არის ასეთი, ხო, რაღაცა ნეკროტიკული ენერგიები, დაძაბული, აგრესორული, ბლატნოი ენერგიები, თუ ესე
გრძნობ რაღაცას, ეგრევე წარმოვიდგენ ან ბელიე სონიჩლი რაღაცა ლუჩებს, რომ იწვება ჟიგაი ყველაფერს, ან ეგრევე სანთელს რავთებ და თხოვ ცეცხლის ძალას, ცეცხლის სულებს, ასე ვთქვათ, რომ ჩემ სულს ავთხოვ, ჩემ ანგელოზებო ცეცხლის ძალით მომაშორეთ ეს ავისურები, ავიძალები, ჩორტიკები, მორტიკები, ვირუსები დაწვით, ბაქტერიები დაწვით და დეზინფიცირებას ვაკეთებ ცეცხლის ძალით. ეს არის, ეს უნდა ისწავლოს ადამიანმა პირველ რიგში ენერგიებთან მეცადილობა, ექსტრასენსორიკობა, ტელეპათიობა, რა ქვია, ბიოენერგიებზე მეცადინეობა უნდა იცოდეს ადამიანმა. ენერგიას რო დახარჯავს ადამიანი, ხო, ის ენერგია საიდან უნდა აიღოს? დაიხარჯა ის ენერგია, საიდან უნდა აიღოს ადამიანმა ის ენერგია? აი მას არავინ არ გვასწავლის. ეხლა ბიოსისტემა იღებს ენერგიას საჭმლით, ძილით, იმით და იკურნება როგორღაც თავის თავს კურნავს ეს ბიოსისტემა, როგორღაც კურნავს თავის თავს და სული რო დაიღალა, დაიტანჯა სულიერი ენერგიები ხომ დამსურს. საიდან უნდა იყოს და თავისივე ვიშიე ხრონიკებიდან, ვიშიე პატოკებიდან, თავისივე სულიერი ვიშიე ხრონიკებიდან, ვიშიე პატოკებიდან. ეხლა ანგელოზებსა და სხვადასხვა ცივილიზაციებს უარ სჭირდებათ ეს სერული, გრეული და რეპტილიური ხრონიკები და რეპტილიური ენერგიები უარ ამჭირდება მე. რეპტილიებს არც აქვთ ენერგიები და სერებს არც აქვთ ენერგიები, იშვიათად. არიონცებს უარ სჭირდებათ ეს რეპტილიური და სერული და ბესური ენერგიები. არიონცებს თავიანთი ენერგიები აქვთ. ბევრი არიონცია, კაი, ბევრი არიონცია ცუდია. როგორც სულიერ სამყაროში ბევრი სული კაია, ბევრი სული ცუდია. всё. და ესე რომ სხვადასხვა მაგალითად მუსიკას რო უსმენს ადამიანი, ხო? ერთი ადამიანი გიждდება ამ მუსიკაზე, მეორე ადამიანს არ მოსწონს, მეორე ადამიანი გიждდება რეპზე, მესამე ადამიანი გიждდება ჯაზზე, მეოთხე ადამიანი გიждდება რაღაცაზე, ხო, მარტო მუსიკას თავი დავანებოთ, ეხლა დავანებოთ თავი. ლიტერატურა ავიღოთ, აი ლექსი ავიღოთ, რაღაცა ლექსი, ერთი ადამიანი კითხულობს ამ ლექსს, ვერაფერი ვერ გაუგო, არ მოეწონა, მეორე ადამიანმა წაიკითხა, ო, რა კაილია, ანუ შინაარსი რაღაცნაირ ესიამონა, ხო, ანუ ესეთი სხვადასხვა სიხშირეები, სხვადასხვა მსახიობია მაგალითად. მოსწონს ერთ ადამიანს, სხვა ადამიანს არ მოსწონს. მე მაგალითად მსახიობები საერთოდ არ მომწონს, იმიტომ რომ მსახიობები კი ეხლა ასრულებენ თავიანთ საქმეს აკეთებენ, ესაც საქმეა, ესაც სამსახურია, მაგრამ რა ვიცი, არ მომწონს მსახიობები. იმიტომ რომ არ მომწონს. всё, ეგ ჩემი საქმეა, რატო არ მომწონს მსახიობები? ნუ ენერგოვამპირებია ბევრი და всё, აი მაგიტო არ მომწონს მსახიობები. ანუ უყურებ მეც ფილმებს რაღაცაზე, მაგრამ მსახიობებზე ჩაციკლული აღარა ვარ. ადრე ვიყავი მსახიობებზე, მომღერლებზე, ჩაციკლული და ყველა სახელიზე პირად ვიცოდი, მაგრამ დღესდღეობით უკვე შევეშვი მაგ თემას და მიჩვენე ჩემი სახელი ვისწავლო და ჩემი მწლოვანება ვისწავლო და ჩემი თავი ვისწავლო, ვიდრე ვიღაცა ვამპირების რაღაცები ვისწავლო. და ეგ მსახიობები სხვათა შორის ყველაფერი იციან მაგ მსახიობებმა. რა ქვია, ასტრალებზე, ნუ ინაპლანეტარულ კინოებს რო დგავენ, რა ინაპლანეტელებზე რა არაფერი არ იციან, მაგრამ იმ კინოებშიც კიდე ტყუილებს აქსოვებენ. სიმართლეს არ ელაპარაკობენ. შანსი არის ტყუილი არ ჩააქსოვონ იმ კინოში რაღაცას. თუ იღებ ინაპლანეტურ კინოს, ხო, სიმართლე თქვი და სიმართლე ილაპარაკე და რაღაცა ჭეშმარიტ მაინც ზღაპრებში გადადიან, ილუზიებში გადადიან, რაღაცა ტრიგერებში გადადიან, რაღაცა რომ ვითომ ეხლა რაღაცა ეხლა ტრიგერები ის კი არა რომ ვითომ მანქანა დაიმტვრა, თვითმფრინავი დაიმტვრა, ან ერთმანეთს შეებრძონენ, ან რაღაც. იმ ტყუილებს აქსოვებენ მაგ კინოებში, რომ ვითომ თვითონ სულები არ არიან და ვითომ თვითონ ინაპლანეტელები არ არიან. აი პირველი ტყუილი. რაც არის ამ კინოებში და ტრიგერებში და ამ ფილმებში.
აღიარონ, რომ ხო მე ვარ, მე მაგალითად არიონცი ვარ, მე მაგალითად ისა ვარ, ლებედა ვარ, მე მაგალითად ანდრომედი ვარ, მე მაგალითად ანგელოზის სული მაქვს, ანგელოზი არა, ამას ვითომ ეხლა ესენი არიან სახელმწიფო დამცველები, სახელმწიფო მეომრები, სახელმწიფო აგენტები და ვითომ ეხლა აგენტები და რა აგენტები რა სული არ აქვთ? აი ეგ ილუზიებია ზუსტად და სხვები არიან პრიშელცები არიან ისევ ადამიანები. პრიშელცებს ეუმებიან თუ რა. ნუ რაღაცა ფანტაზიები ისა, ომები რაღაცა ისინი, მაგრამ ჭეშმარიტ სიმართლეს არ ამბობენ არაფერზე, ახლა ტრიგერებზე მე, ანუ მაგიტო არ მომწონს მე მსახიობები, იმიტომ რომ ჭეშმარიტობაზე არ იმაშვრებიან, ნუ არ გადმოსცემენ ჭეშმარიტად რეალურად არაფერს არ გადმოსცემენ. ანუ მივხვდით ეხლა რაც არის სხვადასხვა ქრონიკები და სხვადასხვა ჩვენენიგები და ეს ინფოპაკეტები რომ მოგდეს სხვადასხვა ინფოპაკეტები უნდა თქვას ადამიანმა რომ რაც არ მეხება ჩემი რაც არ ვიღებ, არ მინდა რაც მინდა ეხლა რეპტილიური და ახორტული და ისეთი სისტემები, სტრუქტურები და ინფოპაკეტები არ მინდა არ ვიღებ, ბესური ინფოპაკეტები, აგრესია, ლანძღვა, ბესპრიდელობა, ბლატნობა, ჩაგვრა, რაც მინდა ესეთი ინფოპაკეტები. მე ვცდილობ გამოვსწორდე და გამოვიდე აგრესიებისა და მაიმუნობებისა და პარაზიტებული სისტემებიდან. ხო და უნდა სთხოვოს ადამიანმა თავისუფლოს, რომ ჩემო ვიში яй укрываюсь, защищаюсь, ბერიეზალატ ეუთრაფიაროიდოვი პათოგენით, ბერიეზალატ ეუთრაფიაროიდოვი ფილტრებით, ამის защищаюсь წმინდა წყლით, ბუნების ძალებო დამეცავი დამეხმარეთ, ჟივას ძალებო დამეცავი დამეხმარეთ რაღაცა, ცეცხლის ძალით აჩშავი, სამივე ის ისწელებს ნაციშავი, სუფთა ჰაერი, სუფთა წყლის და მოვითხოვ სუფთა ჰაერს, სუფთა წყალს. ბაქტერიები ატკლუჩ ჩაეცა, დეზინფიცირებე სუფთა ჰაერით, სუფთა წყლით, ჩემი სულისათვის ვაბლაგა, ჩემი სული ნაშსაეცა, ამივე ისა ისწელებს ბაჟესტვინი პატოკებით. ჩემი სულის ბაჟესტვინი, ჩემ სულს თავისი ენერგიები აქვს. და აქ ჩამოსულ ყველა სულს თავისი ენერგიები, ენერგოინფორმაციული კანალები და თავისი ძალები აქვთ. ჩვენ ეხლა ბიობოტები კი ეხლა ვიღებთ დედამიწის ენერგიას ცოტა იქ ვაშლი, იქ კარტოფილი, იქ ჩიჩია, იქ ქათამი, იქ კვერცხი, იქ მაწონი რაღაცა ენერგიებს ვიღებთ, რაც ბიოსისტემა სჭირდება, მაგრამ ეს ბიოსისტემა სჭირდება. ეს სულიერი ენერგიები არის, სულიერი ენერგიები არის სიხარული, ბედნიერება, პოზიტიურობა, ბალანსიროვნება, გარმონიულობა, მედიტაციები, აფერმაციები, რაღაცა კაი კანალებს მოусმინო, რაღაცა სიწყნარეში დაждდეს ადამიანი, ტვინი დაასვენოს, რაღაცით განიტვირთოს, რაღაცით ასე ვთქვათ მოიფიქროს ადამიანმა რაღაცა, რომ აი მე მინდა შევიცნო ჩემი სული, მე და გავიხსნა ტელეპათიური ნიჭები, ტრეცი, გლაზი, რაღაცა და დაიწყოს მეცადინეობა, მედიტაციობა, ხან ბერი პატოკებით, ხან იმეებით, ხან ცეცხლის ძალით, ხან წყლის ძალით, ხან მარილიანი წყალში ჩადოს ფეხები, ძალიან კაია დასვენებისათვის და გავტვირთვისათვის და ნეგატიურ ენერგიებს ხსნის. და აღიდგინოს უნდა ადამიანმა თავისი სულიერი ძალები და სულიერი ვიბრაციები, სულიერი ძალებისა და სულიერი ვიბრაციების აღდგენა როგორ ხდება. ეს უნდა ისწავლოს ადამიანმა. მადლობა ჩემს სულს, მადლობა ჩემს ვიში იას. მადლობა ჩემს ვიშის ვეტრიე კურატორებს.